პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ ანუ კოსოვო წევრად, ანუ გახდა 54 იყო წინააღმდეგი, 2 დებენ ამასთან დაკავშირებით, და ალბათ მიგირებიან როგორც წევრად რა. პირველი ბურებები რაც ჩვენ ამისანი აქვს მოსვლის შემდეგ, ანუ მასპინძელში ზარალდებები. 28 ივნისი თქვით არის თქვენი მოსაზრება თავთან დაკავშირებით, ხო სამშაბათ ხალხს უჭერთ, მაშინ არის. ბატონი ნიკა იყო წარმატებით მუშაობს, იგივე ჩვენი ფედერაცია ქართლა და ძალიან მისასალმებელი ასევე პოზიტივია. რაც შეეხება ანუ დღევანდელ საკითხს, ანუ უბრალოდ ვისოკერი მინდოდა რომ დაგულაგებინა ეს სიტუაცია ორი მხარეს. დღეს წესრიგში იყო რიგითი ყრილობა 2016 წლის, რომელიც დაინიშნა 28 ივნისს, რომელიც გაიმართება ქალაქ თბილისში 28 ივნისს. ეს იქნება ყრილობა, სადაც ჩვენ საერთოდ გავაცნობთ ყრილობას და საზოგადოებას არსებული სიტუაციის შესახებ და სამომავლო გეგმების შესახებაც. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, ეს იყო ფეხბურთის ფედერაციის წევრ ასოციაციებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება. აღმოსკომა იმსჯელა არსებული ვითარებიდან გამომდინარე. თქვენ მოგახსენეთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენ მიმართა ყველა ასოციაციას, რომ წარმოედგინათ ის გეგმები, სამომავლო გეგმები, გაწეული სამუშაოები, სამწუხაროდ არსებობს ფეხბურთის ფედერაციის წევრი ასოციაციები, რომლებიც ჩვენი მოსვლის დღიდან საერთოდ უმოქმედოდ არიან, ჩვენ იძულებული გავხდით მათ წერილობით მიგვემართათ. ასეთ თუ სამწუხაროდ დღემდე მათგან პასუხი არ მიგვიღია, ეს საკითხი გავიდა დღეს აღმოსკომზე. აღმოსკომა გადაწყვეტილება მიიღო 4 წევრ ასოციაციას შეუჩერდა დროებით წევრობა, თქვენ იცით რომ უფრო მოსილი წევრების მიღებაზე გარიცხვაზე არის ყრილობა, შესაბამისად 28 ივნისამდე 4 ასოციაცია ჩამოგეთქვით მათაც. ეს არის ბიჩოკერის ასოციაცია, ინვალიდ ამპუტანტთა ლიგა, არის აგრეთვე საფეხბურთო სკოლების ასოციაცია, ბავშვთა სკოლების ასოციაცია და მეოთხე არის ეზოს ფეხბურთის ასოციაცია. ეს 4 ასოციაცია სამწუხაროდ მათგანმა საერთოდ არ მოგწერა საკუთარი მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ. მათი უმოქმედობა იყო დღემდეც და ამიტომაც გადაწყვეტილება მიიღო აღმოსკომა შემდეგნაირად. თუმცა მათ 28 ივნისამდე კიდევ ერთხელ მივიღეთ აქვს საშუალება, რომ გამოასწორონ სიტუაცია და ყრილობას უკვე საკუთარი გეგმების შესახებ წავიდგინონ.